იცით რა შეასაქმე პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია რომ რა თქმა უნდა პარტიების საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და მით უფრო დაფინანსებასთან დაკავშირებით ამას ჩვენ აბსოლუტურად ვემხრობით უბრალოდ პარტიების დაფინანსების მონიტორინგი არ უნდა გადაიქცეს პარტიების დატერორების ინსტიტუტად და მექანიზმად როგორც ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და როგორც ყოველ შემთხვევაში ჩვენს პარტიასთან მიმართებაში ეს არის ქართული ოცნების დროსაც იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენ დაგვაჯარიმეს 65,000 ლარით ნამდვილად უსაფუძვლოდ, მაშინ როდესაც დაბრუნებული ქონება და დაბრუნებული, ესე ვთქვათ, თანხები არც ერთი სხვა საქმიდან არ უნახავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, გარდა ქართული ოცნების წევრებისა. რაც შეეხება აუდიტის სამსახურთან შექმნილ საბჭოს, მე ვიტყოდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდ ნაწილს ჩვენ ნამდვილად ვენდობით, მათ აქვთ უფლება ყოველგვარი აუდიტის სამსახურის გარეშე თავად ჩაატარონ და განახორციელონ მონიტორინგი და ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, ხოლო რაც შეეხება აუდიტის სამსახურს პირდაპირ შემიძლია ვთქვა. არაფერი საქმე აუდიტის სამსახურს არ აქვს პოლიტიკურ პარტიებთან. ეს იყო შეგნებულად აუდიტის სამსახურისათვის სადამჟელო ფუნქციის მინიჭება, მაშინ როდესაც კონსტიტუციით აუდიტის სამსახურმა უნდა შეამოწმოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა და მთავრობის მიერ ამ ხარჯების გაწევა და არა პარტიების დაფინანსება და პარტიების მიერ მოპოვებული თანხების დახარჯვა. ასე რომ მე ვთვლი რომ აუდიტის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს მისი კონსტიტუციური ფუნქცია, ხოლო რაც შეეხება პარტიების საქმიანობას, კი ბატონო, აკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ამაში პრობლემა არ არის. თუ მაინცა და მაინც აუდიტის სამსახურს ეს ფუნქცია უნდა დარჩეს, ეს უნდა იყოს არა სადამჟელო ორგანიზაცია, არამედ პრევენციული ხასიათის მექანიზმების მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, რომ არ დაირღვეს კანონი და არა ჩაუსაფრდება, როგორც აქამდე იყო, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა წაართვას რეალურ ოპოზიციას.